ჭადი ყველი და პომიდორი თუ გაქვს. მართლა სასწაულია. კაცმა ყოველ დღე ძალიან უმარს მასას და მეც და ძალიან მარტივად გამოდის ეგ ამბავი თუ აი ეს კარგი მჭადის რეცეპტი. შენ როგორ აკეთებ? აბა მოყევი. ჩემი დააკეთებს ძალიან გემრიელს, ხოდაშორის ხრაშუნა მჭადებს აკეთებს. მართლა, როგორ ასუშავ? ეხლა რომ ოცხში გააკეთე. არ არის საიდუმლო, აი დინა. მე ვიცი რეცეპტი როგორც აკეთებს, ესე იგი მინერალურ წყალზე ცომს ზელს და ცოტა ნამიან სტოვებს. ეს არ არის მაგარი ცომი, ხოლმე ოდნავ წყალ-წყალა არის. აი თითქოს და ესეთი აი კექსის სტრუქტურა რო უნდა გამოცხოს. მინერალური გაზგაცლილი ადრე გახსნილი თუ პირიქით ესეთი აქტიური გაზით, რაც უფრო მეტი იქნება უკეთესია და შემდეგ უკვე ძალიან გაცხელებულ ტაფაზე რო დებს და აი ძალიან ბრაწავს და თხელი გამოდის ძალიან დაბრაწულია. ოღონდ ესეთი არა რომ გადაბრაწული იყოს და გადაბრაწული არ თან რბილია, თან გემრიელი, რაღაცა საოცარი რეცეპტი არის. შიგნით ზეც არ უშვება, აი უშვება, კი, უშვება. კი. ვამატებ. ერთი ორი ყოფში. ხო, ამას უყვარს ორივე და მე ეს რეცეპტი ცოტა ჩემთვის რთული მოსანელებელი იყო ეჩი შემწვარი მჭადით და ჩემთვის ახალი მოდიფიკაცია გავაკეთე აი ღუმელში, გავაბრტყელებდი ძალიან თხლად და ესე ვაცხობდი და მე დავტეხავდი ასევე სასწაული გამოდის.